ხელისუფლება საკუთარი შეცდომების გამოსწორებას ხალხის ჯიბის ხარჯზე აპირებს. Ყველას კარგად გვახსოვს საზოგადოების არაერთი პროტესტის მიუხედავად ბულვარში ერთმანეთის მიყოლებით ახალი ნაგებობები მაინც ჩნდებოდა. ეკონომიკის მინისტრი კი შეცდომებს მხოლოდ ახლა აღიარებს. ამ შეცდომებისთვის კი თანხას აჭარის მოსახლეობა გაიღებს. მინისტრი ბულვარის უსახური შენობებისგან გათავისუფლების გზებს ეძებს და ერთ-ერთ საშუალებად აშენებულის დანგრევას მიიჩნევს, რისთვისაც 10-მდე ბიზნეს კომპანიისთვის კომპენსაციის გადახდასაც არ გამორიცხავს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დღეს ბულვარის განვითარების კონცეფციის საჯარო განხილვისას ისაუბრა. შეხვედრას ჯაბაანანიძე ესწრებოდა. ბათუმის ძველ ბულვარში ახალი ობიექტების მშენებლობა ხელისუფლებამ დღეს პირველად შეაფასა შეცდომად. რაც ეხება ამ კონკრეტულ ნაკლის ჩვენ დავინახეთ ეს ჩვენი შეცდომა, რაც არის და არ გვინდა რომ რაღაც ქაოტურად ვითარდებოდეს ბათუმის ბულვარი და მივიღეთ უბრალოდ გადაწყვეტილება რომ ესეთი განვითარება მოხდეს. ეთანხმებით, იყო შეცდომები დაშვებული, უამრავი ყველა ხელისუფლების დროს იქნა შეცდომები დაშვებული, მაგრამ თუ ჩვენ წავალთ, ნუ ახლა მე ასე ვაფასებ და თუ თქვათ სხვა არგუმენტები გაქვთ ჩვენ ან სხვა საჩივრები გაქვთ, ეს უკვე სხვა ორგანოების საძებელია. კონკრეტულ ობიექტებს არასახელებს, თუმცა დავით ბალაძე ბულვარში რამდენიმე რესტორნის და გასართობი ობიექტის დახურვას აპირებს. სანაცვლოდ კი ამ ობიექტების მესაკუთრეებისათვის კომპენსაციის გადახდას გეგმავს. მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც აღიარებს მის შეცდომას და ამ შეცდომისთვის ხალხის ბიუჯეტიდან იხდის 10 მილიონს, მე ვფიქრობ, მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა მინიმუმ უნდა იყოს. რას ნიშნავს, რატო უნდა გადავიხადო მე 10 მილიონი ინც პირველი რესტორნის გამო, რომელიც ავაშენებ? ეგეთი რაღაც არ უნდა გეშლებოდეთ, რომ მე არ ვარ მშენებლობის დებართვის გამცემ. თუ შეიძლება მშენებლობის დებართვის გამცემი არ ახართ, მაგრამ ვიცის ნაკვეთი იმ ბიზნესმენს იმიტომ გადაეცით, რომ იქ რესტორანი აეშენებინა. შავი მარგალიტი ერთ-ერთია იმ ახალ ობიექტებს შორის, რომელსაც იჯარით ეს ტერიტორია ბათუმის ძველ ბულვარში დავით ბალაძის უწყებამ გადასცა. ეკონომიკის მინისტრს დღეს პასუხისმგებლობის აღება არ სურს. მან ჩვენი კონკრეტული შეკითხვები უპასუხოდ დატოვა. კითხვები გაქვს კიდე თუ შეიძლება ბულვართან დაკავშირებით? ანუ არ პასუხობ ჩვენ შეკითხვებს? ბატონო დავით, თქვენ არ პასუხობთ შეკითხვებს? უპასუხო დარჩა შეკითხვა რა დაუჯდებათ ბათუმელებს ჩვენს მიერ დაქირავებული პირების ინტერესებით დამახინჯებული ბულვარის აღდგენა. ხელისუფლება უკვე ბულვარის ახალ სიცოცხლეზე საუბრობს. ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტი კომპანია Dreamland Oasis-მა მოამზადა და ამისათვის 250,000 ლარი უკვე დაიხარჯა. კონცეფცია ძველ ბულვარში ახალი კაფეების მოწყობას, ასევე მწვანე საფარის გაზრდას ითვალისწინებს. ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თუმცა ასეთ ჩარევაში პრობლემას ვერ ხედავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ ბულვარს ახალი სიცოცხლე მივანიჭოთ. როგორც ხედავთ, აქ არის რეკრეაციული ტერიტორია, არის გაზრდილი და არაშემცირებული, არის ძალიან ბევრი დეკორაცია შემოტანილი. ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის ბულვარში ადგილს იპოვის ყველა და თავის თავს იპოვის ყველა. ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის არის ზონები გაკეთებული, ყველა ტიპის დასვენებისა და გართობისთვის არის ზონები გამოყოფილი აქტიური და პასიური ახალგაზრდებისა და ხანდაზმულებისათვის. ბათუმის ბულვარის ახალი კონცეფცია სამოქალაქო საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი და გაუგებარი აღმოჩნდა. დღეს ვნახე ჩვეულებრივი კლიპი სამწუხაროდ ვერ მივხვდი კონცეფციას ბულვარის, იმიტომ რომ შუა ზოლი არის დაკარგული საფრთხლიანად, არის კაფეები, რომლებიც არის შემოსავლის წყარო, მაგრამ ფეხბურთელების სივრცე იკარგება ჩემი აზრით. ცოტა მღელავდა ბოდიშვილი, იცით რა არის, დაფნის ბუჩქები არის ბრიტანეთის დედოფლის სამეფო ბაღშიდან. ჩემი აზრით, ბულვარის 800 მეტრიან მონაკვეთზე დაფნის ბუჩქების გაკვეთა ან იქშინით კაფეების და რესტორნების ჩადგმა ცოტა უხერხულია. ჩაატარეთ კვლევა, გამოიკითხეთ ადამიანები, დაადგინეთ, რომ ბულვარი საჭიროებს განვითარებას კონცეფციურად. ან ვინმე შეგაწუხათ იმით, რომ ბულვარი არ არის ისეთი, როგორიც გვინდა. ანუ ეს კითხვა სტატისტიკური მონაცემები ვისეთ აღკვეთით გავაკეთეთ და რა ანალიზის საფუძველზე მივედით აქამდე. ბათუმელებს არ მკითხეს, გიორგი ცოტათი რაც აბსტრაქტულ ხსნებად მეჩვენება. ანუ ყველა ბათუმელი ცალ-ცალკე თუ როგორ ფოკუს ჯგუფებში უნდა დავსვდეთ და ვიმუშაოთ თქვა ბუჩქის, ხის, ყვავილის, სკვერის, გამწვანების იდეაზე. კონცეფციის საჯარო განხილვას ხელისუფლება გაზაფხულამდე აპირებს, რომ საბოლოოდ გადაწყდება რა იქნება ძველი ბულვარის ახალი სიცოცხლე.